ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში დონალდ და მელანია ტრამპების ვიზიტი ხმაურიანი ინციდენტით დაიწყო. მაშინ, როცა პრეზიდენტი და პირველი ლედი შენობაში ესკალატორით სარგებლობდნენ, ის მოულოდნელად გაჩერდა და წყვილს გზის გაგრძელება გაჩერებულ კიბეზე ფეხით მოუწია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გაეროს მაღალი ტრიბუნა დაიკავა, თავი ტელესუფლიორისა და მიკროფონის გაუმართავობის პრობლემებმაც იჩინა. ეს კი თეთრი სახლის ლიდერმა სამმაგ საბოტაჟად შეაფასა და გამოძიების მოტივით გაეროს გენერალურ მდივანსაც მიმართა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნამდვილი სირცხვილი მოხდა. არა ერთი, არა ორი, არამედ სამი ძალიან საზარელი მოვლენა. პირველი მთავარ სასაუბრო დარბაზში ასასვლელი ესკალატორი ხმაურით გაჩერდა. ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს, უნდა დააპატიმრონ. შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანისა და დარბაზში მყოფი მნიშვნელოვანი ლიდერების წინაშე ვიდექი, ჩემი სუფლიორი არ მუშაობდა. კარგი ამბავი ის არის, რომ გამოსვლას ფანტასტიკური შეფასებები მოჰყვა. და მესამე, გამოსვლის შემდეგ მითხრეს, რომ აუდიტორიაში, სადაც გამოსვლა იმართებოდა, ხმა საერთოდ გამორთული იყო. ეს არა დამთხოვა, არამედ გაეროში სამმაგი საბოტაჟი იყო. მათ უნდა რცხვენოდეთ საკუთარი თავის. ამ წერილის ასლს გენერალურ მდივანს უგზავნი და დაუყოვნებლივ გამოძიებას მოვითხოვ. გასაკვირი არ არის, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ვერ შეძლო იმ სამუშაოს შესრულება, რისთვისაც ის შეიქმნა. ტრამპის კრიტიკულ გზავნილებს ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან დროული გამოძიების მოთხოვნა მოჰყვა. შეერთებული შტატებისთვის გასაკვირი არ აღმოჩნდა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დეტალების ორგანიზება ვერ შეძლო. ტრამპის ადმინისტრაციაში ახლა იმასაც ამბობენ, რომ გაერო იმ ვალდებულებებსაც ვერ უმკლავდება, რისთვისაც ის შეიქმნა. ვინმემ გაეროში თუ გამიზნულად გააჩერა ესკალატორი, როდესაც მასზე პრეზიდენტი და პირველი ლედი დადგნენ, ისინი სამსახურიდან უნდა გათავისუფლდნენ და მომხდარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ. დონალდ ტრამპის ბრალდებებს უარყოფს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. გაეროში ესკალატორის შეფერხების მიზეზად უსაფრთხოების მექანიზმის ამოქმედებას ასახელებენ და ვარაუდობენ, რომ ესკალატორი, რომლითაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი სარგებლობდნენ, დონალდ ტრამპის ვიდეო ოპერატორმა შეაფერხა. ტელესუფლიორისა და მიკროფონის გაუმართავობაზე სრული პასუხისმგებლობა კი თეთრ სახლს დააკისრეს. ესკალატორის ცენტრალური პროცესორის მონაცემები აჩვენებს, რომ ის უსაფრთხოების მექანიზმის ამოქმედების გამო გაჩერდა. ამ დროს დონალდ ტრამპის ვიდეო ოპერატორი ესკალატორზე ზურგით ადიოდა, რათა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და პირველი ლედის მისვლა გადაეღო. ვიდეო ოპერატორმა შესაძლოა უნებლიეთ გაააქტიურა უსაფრთხოების ფუნქცია. რაც შეეხება ტელესუფლიორსა და მიკროფონს, ეს მოწყობილობები არა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, არამედ თეთრი სახლის ტექნიკური ჯგუფის პასუხისგებლობა იყო. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების მიუხედავად გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და არასასიამოვნო ინციდენტების სერია გაგრძელდა შტაბ-ბინის გარეთაც. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიმავალი ემანუელ მაკრონის კორტეჟი ნიუ-იორკის პოლიციამ დონალდ ტრამპის ავტოკოლონის გამო შეაჩერა. შეწუხებულმა პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასაც კი დაურეკა, თუმცა ნიუ-იორკში საფრანგეთის საელჩომდე მისვლა მაინც ფეხით მოუწია. საფრანგეთის პრეზიდენტის შემდეგ იმავე მიზეზით ნიუ-იორკის ქუჩებში შეაყოვნეს რეჯეფ თაიფ ერდოღანიც.